მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვაგრძელებთ ჩემს საავტორო გადაცემას ჩემო აფხაზეთო. ავტორი და წამყვანი მურმან კვარაცხელია. დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი ვასილ კაპანაძე, პოლიტოლოგი, ქართულ-რუსული ურთიერთობების ექსპერტი. მოგესალმებით ბატონო ვასილ, ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა დღეს ჩვენ სტუდიაში. ჩემი ტელევიზია და ჩვენი ტელევიზია და ჩემი საავტორო გადაცემა ეს არის ჩემო აფხაზეთო, ეს გადის ძალიან ასე ვთქვათ არხებზე და უნდა გითხრათ რომ ძალიან დიდი დაინტერესება აქვს იმ საკითხებს, რა საკითხებზე ჩვენ საუბრობთ ხოლმე ამ ჩვენ ტელევიზიაში, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ტერიტორიული მცენობის საკითხი, რომელიც ერთ-ერთ აქილევსის ქუსლად რჩება საქართველოს უახლოეს ისტორიაში. სანამდე მე თქვენთან გადმოვიდოდი კითხვით, მანამდე მინდა ერთი პატარა შესავალი გავაკეთო, რომელიც ეხება დღევანდელ მსოფლიოს, იმიტომ რომ ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ საქართველო. და თავისთავად ცხადია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ზუსტად ამ მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებზე არის მიბმული. ასე განყენებულად და ცალკე მისი განხილვა არ შეიძლება თუ არა შეიძლებაოდეს, მაშინ ბუნებრივია ეს საკითხი დიდი ხნის უკან იქნებოდა გადაწყვეტილი. მაგრამ ეს საკითხი მაინც ჩემი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაინც იმ ქვეყნის ხელშია, რომ ქვეყანას დღეს ძალიან დიდი პრეტენზია აქვს მსოფლიოში იყოს ერთ-ერთი პოლუსი. უნდა გითხრათ, რომ დღევანდელ მსოფლიოს თუ დავახასიათოთ, რამდენიმე სიტყვით მინდა დავახასიათოთ დღევანდელი მსოფლიო, რომ ესე იგი ცივი ომის შემდეგ მსოფლიო სულ სხვანაირად შეიცვალა. ესე იგი გაერო, რომელსაც ჰქონდა გარკვეული როლი და მნიშვნელობა მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში, ფაქტობრივად დღეს არის არაფრის სამწუხაროდ, არაფრის მაქნისის პოზიციაზე დგას, ესე იგი გაერო უკვე ვერაფერს ვერ წყვიტავს. მერე ნატო უსაფრთხოების გარანტი იყო და ვეღარ უზრუნველყოფს ერთ-ერთი ქვეყნის, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებას. აქ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა დღევანდელ მსოფლიოში, რომ სამართლის კანონი შეიცვალა ძალის კანონით. ანუ ვინ ძლიერია, ის იმარჯვებს. ასე იყო ბარბაროსობის პერიოდშიც, ხო, ძლიერი იმარჯვებდა ყოველთვის და სუსტი ყოველთვის მარცხდებოდა და იძლიერი ყოველთვის ყლაპავდა სუსტს. ახლა ამის მაგალითები ჩვენ უამრავი გაგვაჩნია. დღეს ესე იგი მარტო ვენესუელა რო ვაგებთ, იქ გაეროს მიწესდებით მეორე პუნქტი როგორ დაირღვა, თუნდაც 3 იანვარს მოხდა ის სპეცოპერაცია, რითაც ის მოხდა ამ ქვეყნის პრეზიდენტის და მისი მეუღლის გადაცემა. ეს ახლა რამდენად სწორია, მაგრამ რასაკვირველია ძლიერმა ქვეყანამ გააკეთა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და მას ვერავინ ვერ აღუდგა წინ. ახლა თუ ყველაზე მთავარი რაც მსოფლიოს დღეს აწუხებს, ეს არის 4 წლიანი ომი, რომელიც მე მგონი თავისი ასე ვთქვათ ხანგრძლივობით მეორე მსოფლიო ომს უწოდება, საბჭოთა კავშირის გერმანიის ომს უწოდება, ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი. როცა ეგონათ რომ ერთკვირიანი იყო იქნებოდა ეს ომი და რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევდა, ეს გამოდის რომ 4 წელიწადი გრძელდება ეს ომი. თუმცა ამაზე ჩვენ ცოტა მოგვიანებითაც ვისაუბროთ, იმიტომ რომ თქვენ მე ძალიან მინდა რომ ამ თემაზე თქვენი აზრს მოვისმინო, იმიტომ რომ თქვენ ურთიერთობის სპეციალისტი ბრძანდებით ქართულს რუსული ურთიერთობის და ეს ურთიერთობა კიდევ დღეს რა დონეზეა და რა რანგზეა, მე კი მაქვს ჩემი შეხედულება, მაგრამ თქვენი შეხედულებაც უფრო საინტერესოა. ასევე სხვადასხვა რუსეთი ამ ომში ვერც იმარჯვებს, არც ომის შეწყვეტა უნდა, არც შეჩერება უნდა და ბოლოს-ბოლოს ჩვენ მაინც კაცობრიობა ვერ იგებთ. ახლა მიუხედავად ყველაფრისა, დახმარებებისა, გარედან სანქციებისა, რუსეთი მაინც აგრძელებს ერთი ნაბიჯითაც არ იხევს უკან. ამაშიც ალბათ რაღაცა დევს, იმიტომ რომ ომის დროს რაღაცა კომპრომისების თეორია თუ არ გამოიყენა და თუ კომპრომისი არ წავიდა რომელიმე მხარე, მაშინ ცოტა რთულია, ხო, რაღაცის მიღწევა, იმიტომ რომ მაგრამ არსებობს ისეთი ახლა ზდეკ ფასი, არსებობს ასეთი სტოპ ცენაც ეძახიან ამას ხოთა შორის ბიზნესში და ამ ზდეკ ფასის უკან უკვე წავსვა არ შეიძლება.
ნუ ახლა აქ არსებობს რაღაცა დეგს საზღვარი, სადაც უნდა გაჩერდე, მაგრამ არა, რუსეთი არ ჩერდება, რუსეთი ითხოვს მაქსიმუმს და ფაქტობრივად უკრაინის ტერიტორიის 20% ეს უკვე თავის, ასე ვთქვათ, კონსტიტუციურ, ეგრეთ წოდებული კონსტიტუციურ ჩარჩოში მოაქცია. ნუ ახლა თუ ჩვენ ახლა გადავხედავთ ისრაელის და პალესტინის ურთიერთობის საკითხებს, ისრაელი ძალიან აქტიურად ერევა პალესტინის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრიობაში. ნუ ახლა თუ ავიღებთ კიდევ აგერ ჩვენს მეზობლად, რომელიც კავკასიის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი მოთამაშე არის, ეს არის ირანი, რომელიც ფაქტობრივად რეგიონულ თამაშს ეწევა და თქვენ წარმოედგინებთ, რომ ის გავლენებს ინარჩუნებს თავისი პროქსი ჯგუფების მეშვეობით, რომელსაც ის აფინანსებს. გარდა ამისა, ნუ ახლა მსოფლიოში დღეს ისეთი ტენდენცია გამოიკეთება, რომ იდეალები და სამართლებრივი ნორმები უკან იხევენ. ესე იგი, რაც უფრო ვითარდება მეცნიერო-ტექნიკური პროგრესი და მეცნიერო-ტექნოლოგიური რევოლუცია, მით უფრო მეტად ქვეყნები, უფრო ძლიერები ამ ქვეყნისანი, ისინი ცდილობენ თავიანთ, ასე ვთქვათ, ნარატივზე აწევონ მთელი მსოფლიო. ანუ მათ არ აინტერესებთ, ვის რა აზრი აქვს, ვინ როგორ ცხოვრობს, არის რა ეს პატარა ქვეყნები ღირსი იმისა, რომ მათი რაღაცა ანგარიში გაუწიოთ, ამას არავინ არ აკეთებს. ესე იგი, ჩვენ ამ შემთხვევაში ვინა ვარ ჩვენ საქართველოს? საქართველო ვარ დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელსაც ძიმე პოლიტიკური მდებარეობა არ გუნა უფალმა. აქ ამ შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიები და რაც თავარია ჩვენ ისეთ მასში ვართ, ისეთ ხაფანგში ვართ მოქცეული ორივე იმპერატორთა იმპერიის შუაში, რომ რა მოხდება ხვალდაზე არავინ არ იცის და სხვათა შორის ამაზე მე მინდა ბატონო ვაცილ მე ასეთი რაღაცა შევახსენოთ ჩემ ძირფაწილა მაყურებლებს, რომ ჯერ კიდევ 1946 წელს მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი დამთავრებული, როდესაც სტალინმა თავისთან მიიწვია ქართველი ისტორიკოსები, ბერძენიშვილი და თუარჩელი ჯანაშია, რომელიღაცა ისტორიკოსი მიიწვია მან და იქ მან უთხრა, თქვენ დღეს არაფერი არ გიწევთ საბჭოთა ქოლგის ქვეშ ხართ, მაგრამ მოვა დრო, როცა თქვენ დამოუკიდებლები გახდებით და ამ დროს თავის პრეტენზიებს წამოიყენებენ ირანის და თურქეთის. სხვათა შორის ეს ძალიან აქტუალური ხდება დღეს, იმიტომ რომ ირანმა უკვე გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატები, თუ კი თქვენ დაიწყებთ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს, მაშინ ეს გადაიქცევა რეგიონულ ომად. ეს რეგიონულ ომში ომად თუ გადაიქცა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ჩვენს ქვეყანასაც, სადაც ჩვენ დღეს სიფშვიდე და მშვიდობა გვაქვს შენარჩუნებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ უკვე რაღაცა კრიზისის კი არა, კრიზისების შუაგულში აღმოჩნდებით, ხო? თუმცა მიგრაციული კრიზისის დაანებდა და პლუს ამას შეიძლება ცხელი კრიზისი იყოს, იმიტომ რომ არ არის გამორჩეული აქედან რაღაცა ამერიკის რამდენიმე თვითმფრინავმა გადაიფრინოს საქართველოს ცაზე და ამან გამოიწვიოს ისევ და ისევ ირანის ძალიან დიდი გაღიზიანება და ახლა ირანი არ არის ის ქვეყანა 85 მილიონი ქვეყანა თავისი ტექნოლოგიებით, თავისი განვითარებით, ახლა რომ ის ისლამური ქვეყანაა ერთია, მაგრამ მას ტექნოლოგიები აქვს და სხვათა ყველაფერი თავი დაანებოთ, მარტო დრონებით შეუძლია მას მიაყენოს ნებისმიერ ქვეყანას და მით უმეტეს ჩვენმა პატარა ქვეყანას ძალიან სერიოზული დარტყმები. ამიტომ მე უნდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ საერთოდ ქვეყნის ეროვნული იდენტობა წინა პლანზე დააყენა და მშვიდობა შეინარჩუნა. აი ეს არის ჩვენთვის ყველაზე უფრო მთავარი, იმიტომ რომ დიდი ილია ჭავჭავაძე თავის დროზე ამბობდა, რომ ქართველს ყველაზე უფრო მშვიდობა აინტერესებსო. მშვიდობის დროს შეუძლია ქართველმა სასწავლებლები აკეთოს, თუმცა არც ომის დროს რომ ვიხევდით უკან ესეც ისტორიული ფაქტია. აქედან ჩვენ რასაკვირველია მშვიდობის დაცვა არ არის ეს პატარა ასე ვთქვათ ვიწრო თვალთახედვის საგანი. ეს არის ამას სჭირდება თავშეკავება, ამას სჭირდება პრაგმატიზმი, ამას სჭირდება გრძელვადიანი ხედვა, რომ ეს შეინარჩუნო და შენ თვითონ ასე ვთქვათ წარმართო შენი ქვეყნის დიდი ყბალი. მე უნდა გითხრათ, რომ ყველაფერ ამაში დღეს ყველაზე უფრო მთავარი ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა გარდა იმ საერთოდ საგარეო საფრთხებისა, ბატონო ვასილე, მე ვფიქრობ, რომ
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა, რომელიც სამწუხაროდ და საუბედუროდ უკვე 33 წელიწადია არ იძულის ადგილიდან. აი ეს ჩვენ ყველაფერი გვაფიქრებინებს იმას, რომ და როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ აუცილებლად პრაგმატულები და ობიექტურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია და ამ შემთხვევაში ჩვენ გამოდის, რომ ჩვენ ესე იგი მაინც დამოკიდებულები ვართ რუსეთზე. რუსეთი როგორ გადაწყვეტავს კრემლი, რას მოიფიქრებს, რას მოიმიჯეძებს, რას მოიმოქმედებს, იმაზე ვართ ჩვენ დამოკიდებული თუ რამეს შეგვიძლია რაღაცა პროგრესი განვიცადოთ ამ კუთხით. ყველა ამ საკითხებზე და თქვენ თვითონ უკვე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამ თემებზე ჩვენ გვინდა როგორც სპეციალისტმა გვესაუბრო როგორც ექსპერტმა ბატონო ვასილი და გთხოვთ თქვენს მოსაზრებას. მოგესალმებით ბატონო ჩვენ ქვეყანას დღეს გააჩნია ძალიან ბევრი პრობლემა. ჩვენ გვაქვს მშვიდობა საქართველოში, მაგრამ გამოწვევები არ კრებულობს, პირიქით ჩვენ სულ უფრო და უფრო მეტი პრობლემის წინაშე დგებით, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში უწესრიგობა სუფევს, მსოფლიო წესრიგი მოიშალა და ძალიან ტურბულენტური სიტუაცია. ამას ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზეც, ჩვენი შიდა პრობლემებიც ყოფნის, გარდა იმისა, რომ გვაქვს, როგორც თქვენ ახსენებთ, ნომერ პირველი პრობლემა, ტერიტორიული პრობლემები გააჩნია ჩვენს ქვეყანას. შესაძლებელია თუ არა ამ მხრივ ჩვენ წინ წავიწიოთ ტერიტორიული პრობლემების მოგვარების წინ. დღესდღეობით ჩვენ თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ დგებნით ერთ ადგილს და ვერ ვიწევთ წინ. და რეალურად იქიდან გამომდინარე რა მოცემულობაშიც ვართ, არანაირი პროგრესი არ შეინიშნება და არც ჩანს პერსპექტივა, ამას აქვს ძალიან სერიოზული ღრმა მიზეზები და ამაზე ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ. დღეს დონალდ ტუსკი, დონალდ ტრამპის სეხნია, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ჩავიდა კიევში ზელენსკისთან შესახვედრად და რატო უსვამ ხა მე ამ ფაქტს ხაზს. არც თუ დიდი ხნის წინ დონალდ ტრამპმა, ამერიკის პრეზიდენტმა, იმაში რომ უკრაინაში ვერ ხერხდება ომის შეწყვეტა, დაადანაშაულა პრეზიდენტი ზელენსკი. ხოლო თითქმის იმავდროულად მეორე დონალდმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ამაში დაადანაშაულა ვლადიმერ პუტინი. ეს ჩვენ გვაჩვენებს იმ სერიოზულ დაპირისპირებას, იდეოლოგიურს, დასავლეთშია დღეს. გეოპოლიტიკურს კი, რომელიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის. ეს დაპირისპირება, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენზე და მომავალში კიდევ უფრო მეტად პოვებს ასახვას. დღეს ეს დაპირისპირება განსაკუთრებით აისახება, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას ევროკავშირის ლიდერების მისამართით და რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას, ეს პოლიტიკა შეიძლება დავახასიათოთ როგორც პოლიტიკა ამერიკის მიმართ, რომელიც ჩაყენებულია მოლოდინის რეჟიმში, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ერთგვარ იგნორირებას უკეთებს საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებას და არ ცდილობს მათთან კონტაქტს, ანუ უკო კონტაქტს არ აქვს ადგილი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოლოდინის რეჟიმი გვაქვს, ჩვენ სამხრივი მეგობრობა გამოვაცხადეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებთან, როგორც ჩანს ეს ეხება ჯერჯერობით ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. მიუხედავად იმისა, რომ მოიხსენება ჩვენს მაყურებლებს, რომ ამ დღეებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა დარსანია იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და შეხვდა თანაშემწეს JD Vance-ის, რომელსაც რუსეთში ზოგიერთები ხუმრობით DJ Vance უწოდებენ. მიუხედავად ამისა, იქ ჩვენ ვერ ვნახეთ რაღაც ხელშესახები პერსპექტივა, გარდა იმისა, რომ გაცხადდა კიდევ ერთხელ
რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ხო? ეს განცხადება ბუნებრივი არის რიგითი და სტანდარტული განცხადება, სხვანაირად რო ეთქვა, რა თქმა უნდა, პირიქით ეს უკვე წარმოუდგენელიც იქნებოდა, ბუნებრივია ეს უნდა ეთქვა, მაგრამ რაღაც პერსპექტივა რო აი პოლიტიკური დიალოგი გააქტიურდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ხელმძღვანელობას შორის უმაღლესი პირების დონეზე, თუნდაც მას რომ შეხვედროდა თავად JD Vance, ეს უკვე სულ სხვა დონე იქნებოდა, ამის პერსპექტივა ჩვენ ვერ დავინახეთ, ხო? შესაბამისად, ჩვენი გეოპოლიტიკური მიზანი, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და გარდა ამისა წავიდეთ წინ, რაც თქვენ ახსენეთ, ნომერ პირველი პრობლემის მოგვარებისკენ პატარა ნაბიჯი მაინც გადავდგათ, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პერსპექტივაში, ამ კუთხით ჩვენ წინ ვერ ვიწევთ და ეს სხვათა შორის უკავშირდება სწორედაც რუსულ-ქართული ურთიერთობაში არსებული პრობლემების თანდათანობით დაძლევას და იმ საგარეო ჩამოთვალოთ მერე რაც აკურველია თანდათანობით ეს რა პრობლემა წინადებას დავამთავრებ მხოლოდ და ასევე უკავშირდება საგარეო პოლიტიკურ კურსს რომლის უკიდურეს მავნებლობაზე აი ეს სიტყვები ორი სუსტი ციტირება მოვახდინე დღეს გააკეთა განცხადება ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ მოგეხსენებათ ჩვენთან არსებობს ესეთი პოლიტიკური პარტია ბატონი ივატო შაქარიშვილის ხელმძღვანელობით და ეს განცხადება მთავრდება სწორედ ამ სიტყვებით რომ უკიდურესი მავნებლობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის საჭიროებს გადახედვას აი ეს პრობლემები, როდესაც საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებაში არსებობს ოფიციალურად გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ასევე რუსეთთან არ ხდება პოლიტიკური დიალოგი, გასაგებია რატომაც და ამაზე ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ და ის რომ ჩვენს საზოგადოებაში ჩვენს ერში არსებობს ძალიან სერიოზული დაპირისპირება და კონსოლიდაციის პრობლემა, აი ეს ყველაფერი ჯამში ქმნის იმის წინაპირობებს, რომ ჩვენ ვერ მივდივართ წინ, ვერ ვახდენთ პროგრესის მიღწევას და აი ამ მთავარი პრობლემის გადაწყვეტის პერსპექტივა არ ჩანს. ძალიან საინტერესო არის ბატონო ვასილი. რუსეთის პოლიტიკა საერთოდ ახლა რუსეთის ასეთი შტაბეჭდილება მრჩება მე ვადევნებ თვალყურ ბუნებრივი ახლა რუსეთის რუსულ საიტებზე იმდენი მასალები და იმდენი ინფორმაციები გამოდის რომ ახლა ყველას ასე ვთქვათ სანდობა შეიძლება ეჭვი შეგეპაროს ადამიანს მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში მას აქვს ძალიან ბევრი პრეტენზიები უმთავრესი და მთავარი პრეტენზია ის არის რომ საქართველოს რატომ აქვს ორიენტაცია აღებული დასავლეთზე ნატოზე და რატომ აქვს აღებული ევროკავშირზე ამ შემთხვევაში ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვთქვით რომ რატომღაც ეს წითელი ხაზია რუსეთისთვის ნატოს და ევროკავშირის თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ახლა ჩვენი შესაძლოა ვთქვი მე ამის შესახებ რომ ნატოს და ევროკავშირი ფაქტობრივად მე არ ვიცი ეს ამდენი დრო დაჭირდება, მაგრამ დასწრით პირასოლა მიცული ესეც რაღაცა გარკვეულწილად ჩანს. ხო, რაც შეეხება ნატოს, ნატო უკვე თავის ასე ვთქვათ მოკავშირეებსაც და თავის წევრებსაც მათ უსაფრთხოებასაც ვერ უზრუნველყოფს ისე როგორც საჭიროა. აქედან გამომდინარე, დღეს ძალიან სერიოზულად განიხილება ესეთი საკითხიც ბატონო ვასილე რომ შეიძლება რუსეთმა სულ რაღაც რამდენიმე წუთში დაამთავროს ევროპასთან ურთიერთობა და ევროპას საერთოდ გახადოს ასე ვთქვათ გაანადგუროს ევროპა მოდი ასე ვთქვათ ძალიან უხეში და ძალიან ისეთი მარტივი სიტყვით რომ ვთქვათ ეს რამდენად სწორია და რამდენად მისაღებია ეს შეიძლება რუსეთი ასეთ ნაბიჯზე წავიდეს თუმცა პუტინის პოლიტიკას უყურებდა თვითონ პუტინის პიროვნებას უკრაინასთან მიმართებაში ყველაფერია მოსალოდნელი, ხო? კი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გავეცანით ჩვენ საზოგადოება გაეცნო ფილოსოფოს აზა შათერიშვილის
ძალიან საინტერესო წერილს ზუსტად ამასთან დაკავშირებით, სადაც ის ბოლო აბზაცში მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს ფაქტიურად მას, რომ ყურადღება მიაქციოს იმ საფრთხეს, რომელიც სწორედაც შეიძლება დადგეს ჩვენს წინაშე და მთელი მსოფლიოს წინაშე, როდესაც რუსეთი და ევროკავშირის ქვეყნები ნატო შეიძლება ომის პირობებში აღმოჩნდნენ ერთმანეთთან მიმართებაში. ერთგვარად აფრთხილებს ბატონი ზაზა ხელისუფლებას და ჩვენ საზოგადოებასაც, რომ ასეთი საფრთხე რეალურია და ალბათობა ამის მართლაც თანდათან მატულობს ბატონო მურმან, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები, პირველ რიგში გერმანია, საფრანგეთი, ზოგიერთი სხვა ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი აქტიურობს. უბრალოდ დიდი ბრიტანეთი კი არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ მაინც ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული, რა თქმა უნდა, და ყოველთვის ახასიათებდა ამ ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირების წადილი. ეს ქვეყნები ცდილობენ, რომ ამერიკისგან ამ საკითხში მოახდინონ დისტანცირება, მათ არ მოწონთ ამერიკის აღმაშენებელი პრეზიდენტის დადებითი განწყობა რუსეთის პრეზიდენტისადმი და არ გამორიცხავენ იმას, რომ თავიანთი ჯარები გაგზავნონ უკრაინაში რუსეთთან საომრად. ამ შემთხვევაში თუ ეს რეალურად განხორციელდა და სერიოზული ქვედანაყოფები შევიდნენ ამ ქვეყნების უკრაინის ტერიტორიაზე, შესაძლოა ევროკავშირის რიგი ქვეყნების და ევროპის ზოგადად რიგი ქვეყნების დედაქალაქები და სხვა ქალაქები გახდნენ რუსეთის სამხედრო სამიზნეები. ეს საფრთხე რეალურად არსებობს და ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა ვიფიქროთ ამ შემთხვევაშიც და თუ ეს არ მოხდა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს თავზე თუ როგორ ავაწყოთ ჩვენი ურთიერთობები და ჩვენი საგარეო პოლიტიკა ისეთნაირად, რომ რაც შეიძლება მინიმალურად დავზიანდეთ, ან საერთოდ არ დავზიანდეთ, მადლობა ღმერთს, თუ ასე მოხდება. ამიტომ ძალიან სერიოზული და გონივრული პოლიტიკის განხორციელება იქნება საჭირო. დღესდღეობით მშვიდობა არის გამოცხადებული ჩვენი პოლიტიკის თავარ არსად, მაგრამ ამ პოლიტიკასაც სჭირდება დახვეწა. მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ რუსეთის ფედერაციასთან იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, გააქტიურდება სხვა ტიპის ურთიერთობები, მაგალითად ურთიერთობები კულტურის სფეროში, ხელოვნების სფეროში, ჰუმანიტარული ხასიათის ურთიერთობები, მეცნიერების სფეროში, თუნდაც სპორტის სფეროში. თქვენ მოისმენთ ალბათ, რომ ახლა FIFA-ს პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ რუსული საფეხბურთო კლუბები იქნებიან დაშვებულები კვლავ რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ კი ევროტურნირებზე და შესაძლოა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზეც ნაკრების სახით რუსეთის. ამიტომ ჩვენ ამ მოვლენებს არ უნდა ჩამოვრჩეთ, მე როგორც ადამიანი, რომელიც ასე თუ ისე ვერ ყვევი რუსულ-ქართული ურთიერთობების ნიუანსებში, თუნდაც გასულ წელს სამჯერ გამოვედი მოხსენებით მოსკოვში სხვადასხვა კონფერენციებზე. სიტყვით ძალიან კარგად ვიცი იქ განწყობა, რა ფიქრობენ რუსული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, მათი პოლიტოლოგები, მათი ექსპერტები, რიგითი მოქალაქეები, როგორ არიან ისინი განწყობილნი იმ პრობლემის მიმართ, რასაც ქვია რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმოვება უკრაინაში. როგორ გვიყურებენ ჩვენ, რა განწყობა აქვს საქართველოსთან მიმართებაში, ამაზე ალბათ ცალკე ვისაუბროთ. ძალიან საინტერესოა, ბატონო ვასილე, იმიტომ რომ ზუსტად რუსეთს რა განწყობა აქვს, რუსეთის, ახლა ბუნებრივია ახლა ის ელიტა, ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც ცეცხავს და პოლიტიკური ელიტის ას მაინც ითვალისწინებს და დარწმუნებული ვარ, ალბათ გარკვეულწილად მაინც გაითვალისწინებს მათი პრეზიდენტი. მაშინ ეს ალბათ პირდაპირ კავშირშია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ასე ვთქვათ პრობლემის გადაწყვეტასთან. და რაც მთავარია, დიდი ხანია უკვე ჩვენ რამდენი ხანია 2008 წლიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს. ახლა მე ორ კითხვას ერთად გავაერთიანებდი ბატონო ვასილი და ჯერ ერთი რუსეთის განწყობა საქართველოს მიმართ და ძირითადი პოსტულატები ამ განწყობით რაში გამოიხატება და მეორე კიდევ რა უშლის ხელს იმას რომ
რაღაცა გარკვეულ კომპრომისებზე წავიდეს ორივე მხარე და თუმცა რუსეთი როგორც ვიცი მზად არის დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს საქართველოსთან. ამაზე რატომღაც ჩაწეკულები ჩვენ ისეთნაირად რომ მაინც არ მინდა როცა დიპლომატიური ურთიერთობა გაქვს ქვეყანასთან მაშინ მათთან ცოტა სხვა დონეზე შეიძლება საუბარი ხო? უკვე საერთაშორისო დონეზე და უკვე ამ შემთხვევაში შენ თვითონ გაქვს იმისი мотиваცია რომ მას გარკვეული პრეტენზიები წაუყენო, გარკვეული ლაპარაკებებზე წახვიდე, უმაღლეს დონის შეხვედრები ჩაატარო. ეს ყველაფერი ახალს არ აქვს არავითარი ურთიერთობა და გინდა თუ არა რაღაც ჩაწიკული ხარ ერთ საკითხზე რომ გინდა თუ არა ეს ამდენად სწორია დამებრუნე ტერიტორიები და მითანამშრომლებს შენთან ნუ ახლა ეს ასე არ არის ხო ეს ტერიტორიები დაბრუნება და რაღაცა ეს ახლა მე აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ და იგი მომში ვიყავი და მე იქ თავადებული გაზელი კაცი ვარ და მე ძალიან კარგად ვიცი რა მოხდა აფხაზეთში რა მოხდა მაგრამ აი ამ რა მოხდას და როგორც მოხდას ეს წარსულში უნდა დარჩეს და ჩვენ ახალ ურთიერთობებზე უნდა ავაგოთ ჩვენი ასე ვთქვათ შემდგომი ჩვენი ცხოვრების სტრატეგია. მე ასე ვფიქრობ და აი თქვენი აზრი ნახეთ ბატონ გურმან ხვალ თეორიულად ვამბობ რა თქმა უნდა ამას ჩვენმა ხელისუფლებამ რო გააკეთოს განცხადება რომ მზად ვართ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, რა თქმა უნდა, რუსეთი ამას სიამოვნებით დაეთანხმება. მაგრამ ეს არარეალისტურია და მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხში დღეს საქართველოს ხელისუფლებას ცალსახად უკავია სწორი პოზიცია, იმიტომ რომ ესეთი ურთიერთობების აღდგენა დღეს შეუძლებელია, არ არსებობს ამისთვის არანაირი წინაპირობა, იმიტომ რომ წინააღმდეგ თუ ესე მოხდა, ჩვენ უნდა დავეთანხმოთ მაშინ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამი საელჩოს არსებობას, ხო, თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში. ეს ვერ გამოვა ესე, მაგრამ რაზეც მე უკვე ვისაუბრე, რომ სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ჩვენ განვავითაროთ ურთიერთობები ეს მე შესაძლებელია და სასურველია რომ გაკეთდეს, გააქტიურდეს ურთიერთობა აი იმ სფეროებში, რომლებთა შესახებაც მე ვისაუბრე, რომ შეგვიძლია მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არქონისა ამ მიმართულებებით ხელოვნების, კულტურის, ჰუმანიტარულ სფეროში და ეკონომიკური ურთიერთობები და ასე შემდეგ განვავითაროთ ურთიერთობები. მაგრამ რა პრობლემა გვაქვს ჩვენ ამ კუთხით საფუძველი ამას რა აქვს რთული ის რომ ჩვენ ალბათ ამეთანხმებით ბატონო თქვენ რომ ჩვენ საზოგადოებაში თუნდაც იმ მოვლენებთან დაკავშირებით რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში და მანამდეც 90-იან წლებში აფხაზეთში ჩვენ საზოგადოებაში არსებობს მუდმივი კამათი წარსულზე დაპირისპირება სხვადასხვანაირი შეფასებები კეთდება ვინ დაიწყო 2008 წელს ნაწილი ამბობს რომ მიხეილ სააკაშვილმა დაარტყა მძინარე ცხინვალს მეორე ნაწილი ამაზე ღეზიანდება და ეს არის მოკლედ ამ საკითხში და ბევრ სხვა საკითხში რაც ანალოგიურ საკითხში რაღაც კონსენსუსი ეროვნული არ არსებობს რაც ძალიან ცუდია და ადრე თუ გვიან ალბათ რაღაც კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ხო გონიერი საზოგადოება ვართ, ხო? ამის პრეტენზია გაგვაჩნია. და თუ კი ესეთი განუწყვეტელი კამათი არსებობს წარსულზე, ჩვენ ეს ხელს გვიშლის იმაში, რომ რაღაც მომავლისკენ საფუძვლიანად გავიხედოთ და მომავლის ორიენტირები დავსახოთ ამ საკითხებთან მიმართებაში, ხო? შესაბამისად ის ძალიან სერიოზული ბრძოლა, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. გლობალისტ ფსევდოლიბერალებსა და ჩვენი ქვეყნის სუვერენული კურსის განვითარების მომხრეებს შორის ესეც რა თქმა უნდა ხელს უშლის აი ამ ჩვენი სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბებას თუნდაც რუსეთის მიმართ, თუნდაც ზოგადად საგარეო პოლიტიკა როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის, როდესაც რეალობა არის ის, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ნატოსა და ევროკავშირში გვინდა გაწევრიანება, ამ დროს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თავად საფრანგეთის ახლანდელმა პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ ნატოს ტვინი გარდაიცვალა, გახსოვთ თქვენ ეს განცხადება. დღეს თავად ნატოს შიგნით არავინ არ გამორიცხავს დაპირისპირებას თუნდაც გრენლანდიის
საკითხის გარშემო თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის ნატოს აბსოლუტურად ძირითადი დონორი სახელმწიფო და ნატოს დანარჩენ სახელმწიფოებს შორის, სხვათა შორის ალბათ ბევრმა მსმენელმა არის ის, რომ გრენლანდია, უშუალოდ გრენლანდია ნორმალ დანარჩენ დანიას 50-ჯერ აღემატება მოსახლეობით. და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კუნძულია, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია და ბუნებრივი რესურსები. ხო, თავისი ბუნებრივი რესურსები, თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობით არქტიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობა ძალიან რეგიონში კი და ბუნებრივია, რომ ამ საკითხმა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილმა აპეტიტმა როგორც სახელმწიფოსი კანადის მიმართ, მექსიკის მიმართ, ირანს ემუქრება აგერ და ასევე კუბის მიმართ და კიდევ ალბათ დროთა განმავლობაში ეს აპეტიტი და მადა დაიხვეწება. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ ეხლა ორი დიდი იმპერია ვიცით, რომელიც არსებობს. ეს არის რუსეთი და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ჩინეთი ესეთი მადის არ არის, როგორც ესენი არიან. იმპერიის პრეტენზია არ აქვს ჩინეთს. იგი სახელმწიფო არის, ეს ცალკე ცივილიზაცია, რა თქმა უნდა, და ჩინეთი ის ასევე განეკუთვნება სამ ყველაზე უდიდეს და ყველაზე მძლავრ სახელმწიფოს, რომელიც არსებობს მსოფლიოში რუსეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის სტრატეგია, რომ მიერთონ ახალი ტერიტორიები, ეს უკვე ჩვენს თვალწინ და ეს პროცესი მიმდინარეობს, ხო? შესაბამისად, ესეთი ძალიან სერიოზული ტურბულენტური სიტუაცია, როდესაც არის და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ ამ ტურბულენტურ გარემოში და შევქმნათ რაღაცნაირად მაინც ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით მუშაობა იქნება საჭირო ძალიან სერიოზული და ეს კურსი მშვიდობაზე, რა თქმა უნდა, შესანარჩუნებელია, მაგრამ უფრო მეტი მოქნილობა იქნება საჭირო ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ რუსეთთან ურთიერთობა გახდეს უფრო მოქნილი, თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში. იმიტომ რომ ბატონო მურმან გარწმუნებთ თქვენ და ჩვენს მაყურებელსაც, რომ როდესაც იმყოფები რუსეთში და ესწრები სხვადასხვა კონფერენციებს, ესაუბრები ადგილობრივ პოლიტოლოგებს, პოლიტიკოსებს, ეცნობი ადგილობრივ მედიას უშუალოდ ადგილზე, ესაუბრები თუნდაც რიგით მოქალაქეებს, ძალიან კარგად ჩანს ამ ბოლო წლების განმავლობაში ის, რომ რუსეთის ფედერაცია სხვა სერიოზული ფორმატების პარალელებში, როგორც არის ბრიქსი და იგივე შოსი, ავითარებს ძალიან სერიოზულ ურთიერთობებს პირველ რიგში ინდოეთთან, ჩინეთთან, ეხლა ამ მიმართულებით კიდევ უფრო დაიხვეწა ურთიერთობა ისეთ დიდ ქვეყანასთან, ასევე როგორც არის ინდონეზია, იქ ძალიან სერიოზულად მუშაობენ ჩინური, ინდური კომპანიები, ბრაზილია თავისთავად, კი ბატონო, და ძალიან სერიოზულ მრავალმხრივ პოლიტიკას აწარმოებს რუსეთის ფედერაცია და ძალიან პოპულარულია რუსეთში იდეა და მოსაზრება და მე პრინციპში ამას ვეთანხმები, რომ რუსეთი არის არა უბრალოდ სახელმწიფო, არამედ ცალკე ცივილიზაცია, თავისი კულტურით, თავისი პოლიტიკით, თავისი მასშტაბურობით და თქვენ ახსენეთ ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ უკრაინაში კონფლიქტის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 1-2 წლის განმავლობაში ნელ-ნელა, მაგრამ მაინც რუსეთი მიიწევს წინ და უკრაინა ზარალდება დღითი დღე. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ზელენსკი იმ მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს, სამხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში, რუსეთის, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის. ზელენსკი არაპირებს დათმოს ტერიტორიები დონბასის სახით, ყირიმის სახით, რუსეთი წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებს, რომ სამხედრო ძალით დაათმობინოს, ამერიკის შეერთებული შტატებმა ფაქტიურად აპირებს, რომ ხელი დაიბანოს ან კონფლიქტისგან შორს დაიჭიროს თავი, ევროკავშირი აპირებს, რომ გააგზავნოს თავისი ჯარები უკრაინაში. მოკლედ არის ესეთი ძალიან რთული სიტუაცია, ყველაზე დიდი ალბათობა იმის არსებობს, რომ ეს კონფლიქტი კიდევ უფრო გაიწელოს საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში
და ჩვენ რა თქმა უნდა ვიყოთ აი ამ სიტუაციაში ძალიან მხიზლად და ძალიან მოქნილი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ და რუსეთის ფედერაციასთან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭიროა უფრო მოქნილი, სერიოზული პოლიტიკა სხვადასხვა სფეროებში, რომლებიც მე უკვე ჩამოვთვალე. დიდი მადლობა ბატონო ვასილი, ძალიან მართლაც რუსეთთან მიმართებაში რუსეთი უკვე ერთ-ერთი მოთამაშე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. ძალიან სერიოზული მოთამაშე. მანამდე ის შეიძლება ნახევარპოლუსი ყოფილიყო, მაგრამ დღეს უკვე პოლუსი გახდა. იმიტომ რომ ჩინეთი საერთოდ მის ტერიტორიით იქით. ჩინეთი ცდილობს ეკონომიკურად დაიპყროს მსოფლიო და არა იარაღით და ტერიტორიებით. მაგრამ თავისი ტაივანის დაბრუნებაზეც კი იარაღს არ იყენებს და იმასაც კი არ აკეთებს. თქვენ წარმოიდგინეთ ამ დროს, როდესაც რუსეთი მისთვის ახლა რამდენად საჭიროა ეს და ნუ ახლა ალბათ მათ რუსეთს თავისი სტრატეგია გააჩნია ამ კუთხით, მაგრამ რამდენად საჭიროა ამდენი ტერიტორიების ისა მსოფლიოში, ისე ყველაზე დიდი სახელმწიფოა 17 მილიონზე, სადღაც 300,000 კვადრატული კილომეტრზე არის მის ტერიტორია და კიდევ და იმატებს ამ ტერიტორიებს. არადაც სულ ცხოვრობს 152 მილიონი, 155 მილიონამდე ადამიანი რუსეთში. ნუ ეხლა ესეც რაღაცა გარკვეულწილად ესეც ალბათ რუსული პარადოქსია, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს ხომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ისტორიულად რუსეთის ნებისმიერ მეფეს ყოველთვის ჰქონდა იმისი მისწრაფება და მიდრეკილება იქითკენ, რომ ვიღაცის ტერიტორია წაერთვინა და თვითონ მიეერთებინა რუსეთისთვის. ეს მათ ასე ვთქვათ სულში ზის სამწუხაროდ და საუბედროდ. ახლა მოდი გადმოვინაცვლოთ საქართველოში ბატონო ვასილი და განსაკუთრებით აი აფხაზეთის საკითხი. აფხაზეთის პრობლემა ურთულესი პრობლემა, რომელსაც სჭირდება დღეს ძალიან ასე ვთქვათ ძალიან სათუთი მიდგომა თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ აფხაზები თვითონ დარწმუნდნენ ერთ რამეში და სხვათა შორის როგორც კი ჩვენ გვაქვს ინფორმაციები და ბუნებრივია ჩვენ ამას თვალყურს ვადევნებთ ყოველდღიურად და ხვდებით ასეთ რამეს, რომ აფხაზეთის უკვე ის ძირითადი მასა ხალხი როცა მათ ეკითხებიან და როცა ჩვენ კითხვას როცა ქართველები თუ არაქართველები კითხვას უსვამენ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი ვისთან ერთად? ისინი რუსეთზე უფრო საქართველოსგან იხრებიან. მხოლოდ რა ფორმით და როგორ ეს ამაზე წარმოდგენა არ აქვს. თქვენ როგორ ფიქრობთ? ახლა რუსეთი დათმობს თუ არა აფხაზეთს? აფხაზეთი ახლა ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ აფხაზეთში მიდის არმენიზაცია. სამწუხაროდ და საუბედუროდ. და სხვათა შორის ისეთი მოსაზრებაც კი გაჩნდა ახლა კავკასიის ხალხებში და აფხაზებშიც რუსეთმა ყარაბაღში ხო არ გაუცვალა სომხეთს აფხაზეთი. ანუ ასეთი მოსაზრებებიც არსებობს. ახლა ნუ ჯერჯერობით ახლა ასე ვთქვათ არ არის ისეთი სიტუაცია, ანექსიის ნიშნები ჯერჯერობით არ არის, ახლა ოკუპირებული რომ არის, თავისთავად ცხადია, მაგრამ ანექსირების შემთხვევაში რუსი ნასტავნიკი და ის დაждდება და ის დაიწყებს მე მართვას, ან სხვა ეროვნების წარმომადგენელი, მაგრამ ჯერჯერობით აფხაზები არიან აფხაზეთში და ისინი მართავენ. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენ აი აფხაზეთის ზოგადად, თქვენ როგორც რუსეთთან ურთიერთობის სპეციალისტი აი როგორ წარმოგიდგენიათ აფხაზებს ჩვენ როგორ რა ენაზე დაველაპარაკოთ, რომ მიუხედავად იმისა რაღაცა მოგვუნებულები რომ არიან, მაგრამ მათ გარკვეული წინაპირობები თავისთავად ცხადია იქნება და გააჩნიათ. აი თქვენ როგორ გაქვთ ეს წარმოდგენილი, აი რუსეთი, აფხაზეთი, საქართველო. აი საით როგორ წარმართოთ ჩვენ მათთან თუნდაც საუბრები და როგორ დავიწყოთ. ხო, ჯერ ერთი მე ვერ დაგეთანხმებით თქვენ იმაში, რომ აფხაზების უმრავლესობა ახლა ჩვენსკენ უფრო იყურება ვიდრე რუსებისკენ. ჩემი შეფასებით ეს ასე არ არის. ჩვენ არ მუშაობთ სათანადოდ აფხაზებთან როგორც ჩვენს განუყოფელ ნაწილთან. მე ვისურვებდი, რომ თუნდაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში არა მხოლოდ აი ამ ადმინისტრაციული საზღვრის აქეთ მახლობლად მყოფ ადამიანებზე ზრუნავდეს,
არამედ თუნდაც ეს უწყება და თუნდაც უფრო მაღალ დონეზე ჩვენთან კეთდებოდეს განცხადებები, რეალური განცხადებები, თუნდაც იმის შესახებ, რომ გალის რაიონში ჩვენს ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა უფლება რომ განათლება სკოლებში მიიღონ მშობლიურ ენაზე. ეს საკითხი მე ძალიან კიუნეული ჩვენ ამ საკითხზე მუშაობთ, მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ შედეგი კი ბატონო, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ეთქმის ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაზე მუშაობს, მაგრამ ხელისუფლების სტრუქტურებმა, ჩვენმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ეს საკითხი უნდა დააყენონ. პერიოდულად პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უნდა დადგეს რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ, იმიტომ რომ სწორედ ისინი, სწორედ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს დღესდღეობით აფხაზეთში. მე შარშან სხვათა შორის რუსეთის დუმის თავმჯდომარის ვოლოდინის მოადგილესთან ბაბაკოვის წინაშე დავაყენე ეს საკითხი. მე ვთხოვე მას, რომ კარგი იქნებოდა თუ კი რუსეთის დუმაში განიხილავდნენ ამ საკითხს და რაღაც მსვლელობა მიეცემოდა, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ამაზე რეაგირება არ ყოფილა. მე ეს დავაყენე როგორც რიგითმა ჩვეულებრივმა ერთმა ქართველმა პოლიტოლოგმა და ექსპერტმა ყველანაირი რაღაც განსაკუთრებული ოფიციალური სტატუსის გარეშე, მაგრამ კარგი იქნება თუ კი ამ საკითხს პერიოდულად გააჟღერებენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა დონეზე. ეხლა რაც შეეხება პერსპექტივა გააჩნია ამ საკითხს დაგანებას? რა თქმა უნდა, აუცილებლად, იმიტომ რომ თუ კი რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა პოლიტიკური აპელირებს იმაზე, რომ უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წლიდან ირღვეოდა რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები იმ კუთხით, რომ მათ ეზღუდებოდათ რუსული ენის გამოყენება, რუსულ ენაზე სწავლება შეიზღუდა და უკრაინაში ოფიციალურად, რა თქმა უნდა, ერიდებიან რუსულ ენაზე საუბარს და შესაბამისად განათლების მიღება ასევე რუსულ ენაზე. ის კი არა და 2023 წელს გამოვიდა ფილმი ჩვენ ბავშვობაში გვახსოვს მულტფილმი ხო ჩიბურაშკა და სრულმასშტაბიანი ფილმი გამოვიდა 2023 წლის 1 იანვრიდან რუსეთში კინოეკრანებზე და ამ ფილმის ჩვენება აიკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე. ის კი და უგუნებრივია ხა ჩვენ არ გავუკვირდება ჩვენს მაუბრებელს თუ შევახსენებთ რომ უკრაინაში რუსული არხების მაუწყებლობა ტელეარხების არის აკრძალული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, როდესაც რუსეთს აქვს ასეთი პრეტენზიები და სრულიად სამართლიანი უკრაინის მიმართ ამ კუთხით, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს ტერიტორიაზე აფხაზეთში, გალის რაიონში, რომელსაც აკონტროლებს ისევე როგორც მთელ აფხაზეთს რუსეთის ფედერაცია, შეგვიძლია დავაყენოთ ეს საკითხი და ეს იქნება ერთი პატარა წინგადადგმული ნაბიჯი, თუ კი ეს საკითხი მოგვარდება, ხო, რატომაც არა. რაც შეეხება უფრო ფართოდ ბატონო მურმან აფხაზეთის საკითხის მოგვარებას, აქ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გავაჩნია იმაში, რომ ეს მოსამართლობა დადგა 90-იან წლებში ჯერ კიდევ ჩვენ კი ქონდა უფლება, რა თქმა უნდა, რომ გავიკონტროლებინა აფხაზეთი როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორია და იქ კონტროლი დაგვემყარებინა, მაგრამ ჩვენ მაშინ აქ მხედრიონმა და სხვა ფორმირებებმა ვერ გაითვალისწინეს ის, რომ ძალიან რთული პერიოდი იყო, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და მაშინდელი საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი იქნებოდა ეს კრაჩოვი თუ სხვა პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ იმ პირობებში, იმ არეულობის პირობებში, როდესაც ამხელა იმპერია, ამხელა სახელმწიფო ინგრეოდა ჩვენს ასეთ მოქმედებას გამოიყენებდა სათავისოდ და სხვათა შორის თვითონ რუსებს აქვთ ნათქვამი, რომ ქართველები აბსოლუტურ უმრავლესობაში ადგენდნენ აფხაზეთში და რაში ჭირდებოდათ მათ მაშინ სამხედრო ძალების შეყვანა იქ, მით უმეტეს რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ აფხაზებს პროვოკაცია იყო და ამ პროვოკაციაზე წამოვეგეთ, ისევე როგორც 2008 წელს პროვოკაციაზე წამოეგო მიხეილ სააკაშვილი და შემდეგ მას პუტინმა მოგვიანებით ძალიან ჭკვიანურად უპასუხა, რომ მიხეილ ნიკოლაევიჩ სააკაშვილს არ იყო სტრატეგიული მოთმინება, რომ ის ეთნიკური კონფლიქტი გადაეწყვიტა სხვა გზითო და არის რა თქმა უნდა ამაში ლოგიკა. რა თქმა უნდა ეს წამოგებები ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ადგილი ჰქონდა 90-იან წლებშიც 2008 წელს ცხინვალის რეგიონში
და ეს არის სწორედ ჩვენი პოლიტიკის სისუსტე, სწორედ ამაზე აპელირებს სხვათა შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მე ვფიქრობ, რომ სრულიად სამართლიანად და სწორად, როდესაც ამბობს, რომ აი ამის გამო ჩვენ შეიძლება ბოდიში გქონდეს მოსახდელი აფხაზებთანაც და ოსებთანაც. საჭირო იყო უფრო მეტად მგრძნობიარე და წესიერი, ძალიან ადამიანური პოლიტიკის გატარება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ ეთნიკურად ოსები, ეთნიკურად აფხაზები და დღეს ესე მუშტების ქნევით ჩვენ ვერაფერს ვერ მივახცევთ, საჭიროა აქტიური მუშაობა ამ ადამიანებთან, კეთილგანწყობილი, ადამიანური, უფრო ესეთი ჰუმანიტარული სახის და სოციალურ-კულტურული სახის შეიძლება ადამიანები ჩავიდნენ იქ სხვადასხვა მე ვიცი რომ ჩვენი საზოგადოების ცალკეული წევრები საერთოდ შესაძლებლობა ჩავიდნენ, მაგრამ ეს უნდა გახდეს უფრო აქტიური პროცესი და ხელისუფლებამ უფრო ქმედითი პოლიტიკა უნდა განახორციელოს ჩვენი ჩვენს მიერ არაკონტროლირებადი რეგიონების სამაჩაბლოსა და აფხაზეთთან მიმართებაში. და რუსეთის ფედერაციასთან, რა თქმა უნდა, ამ თემებზე საჭიროა საუბარი ნებისმიერ დონეზე. თუნდაც იქნებით ეს პოლიტოლოგები, ექსპერტები, გვიწევს ხოლმე საუბარი ხშირად ამ თემებზე, მაგრამ კარგი იქნება თუ კი სახელმწიფოს წარმომადგენლები, ოფიციალური სტრუქტურები რაღაც დონეზე ჩაერთვებიან ამ პროცესში, იმიტომ რომ თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები იმის შესახებ გულისხმობ თუნდაც სერგეი ლავროვის განცხადებას, თუნდაც მისი პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას განცხადებას, რომ დღესდღეობით არ არსებობს წინაპირობები იმისთვის, რომ პოლიტიკური დიალოგი გააქტიურდეს ჩვენს ქვეყნებს შორის, ეს რეალობა კიდევ დიდხანს ექნება ამას ადგილი. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ბატონ მურმან, როდესაც ფაქტიურად კი არა და რეალურად შენევის მოლაპარაკებების უკვე ათეულობით რაუნდი ჩატარდა და ეფექტურობა ამ მოლაპარაკებების არის პრაქტიკულად ნული. შედეგი ნული. ნული შედეგი და გარდა ამისა კარასინი აბაშიძის ფორმატი, რომელიც შემდგომში გადაკეთდა ქაჯაია კარასინის ფორმატად, ამ ფორმატს საერთოდ არ მუშავია, დღეს ბატონი გიორგი ქაჯაია ამ პოზიციაზეც აღარ არის მოგეხსენებათ ალბათ და არავინ არ არის საერთოდ ჩვენგან განსაზღვრული ჩვენი ხელისუფლების მიერ, რომ ფორმალურად მაინც სანამ აღდგება ეს მოლაპარაკებები ამ ფორმატში იყოს წარმომადგენელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ მოლაპარაკებებში, ხომ, კარასინისა და შესაბამის წარმომადგენელს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის. ახლა ხანს თქვენ იცით, რომ დაახლოებით ერთი თვეც არ იქნება, რომ დაინიშნა საქართველოს სექციის ხელმძღვანელი შვეიცარიის, რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული სექციის ხელმძღვანელად დაინიშნა ჩვენი ყოფილი განათლების მინისტრი ბატონი წულაძე ალექსანდრე, რომელიც არის ჩვენი ძალიან საინტერესო მსახიობის ბაადურ წულაძის მოგვარე, გახსოვთ ალბათ ბაადურ წულაძე, ჩვენი გამოჩენილი მსახიობი, სხვათა შორის ბურატინოს ფილმში, ბურატინოში ის არის გადაღებული თუ გახსოვთ, ძალიან ბევრ ფილმში, მათ შორის ბევრ ქართულ ფილმშიც, მაგრამ რუსებს ახსოვთ ის თუნდაც ამ და სხვა ფილმებიდან. და მაგრამ რა უნდა გააკეთოს ბატონმა ალექსანდრე წულაძემ, თუ არ ექნება რაღაც უფლებამოსილება და დავალებები აქედან უმაღლეს ხელისუფლების მხრიდან, რომ აწარმოოს უფრო აქტიური და ქმედითი ნაბიჯები გადადგას იქ, თუნდაც ეს საკითხი დააყენოს, რაზეც ვისაუბრეთ, რომ ესე იგი რუსეთმა განახორციელოს ძალისხმევა იმ მიმართულებით, რომ აფხაზეთის გალის რაიონში ქართულ მოსახლეობას აუდგეს ქართულ ენაზე სწავლების უფლებები აუდგეს, რომ ქართულად ისწავლოს. და ბოლო შეკითხვა ჩვენი უკვე დაცაცულისკენ მივდივართ ბატონო ვასილის და ასეთი თქვენი აზრით, ახლა დღეს აფხაზეთთან მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება გარკვეულწილად სტრატეგიულ, ასე ვთქვათ, ხაზს არ აჟღერებს, ანუ საით უნდა წავიდეთ. აი თქვენ რას ურჩევთ საქართველოს ხელისუფლებას, როგორ უნდა დავიწყოთ ჩვენ აფხაზეთის დაბრუნების საკითხი და როგორ უნდა აღვადგინოთ ჩვენ მათთან ურთიერთობა, თქვენი მოსაზრება საკითხზე საინტერესო იქნება.
ჯერ აი რაზეც ვისაუბრეთ, რომ წარსულის მოვლენებთან დაკავშირებით რაღაც მეტნაკლებად კონსენსუსს უნდა მიაღწიოს ჩვენმა საზოგადოებამ, უნდა დაიხვეწოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო ეს არ არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კოლგად ვერ იქცევა და მას თავისი პრობლემები გააჩნია, მაშინ მართლაც დავითანხმები ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლების პოზიციას, ასევე ბატონმა ჯონ დილბაღათურიამ გააშყერა ამას წინათ პოზიცია და ოფიციალური მიმართვაც გააკეთა მან და მისმა მხარდამჭერებმა საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ გაიმართოს პლებისციტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოსახლეობა ამჟამად მხარს უჭერს თუ არა საქართველოს ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს მომენტები ასევე გააქტიურება ურთიერთობების რუსეთთან აი ამ საკითხებზე. პარალელურად თანამშრომლობის გააქტიურება კულტურის სფეროში და სხვა სფეროებში, რომლებზეც სავალდებულო სფეროში კი არის, მაგრამ უფრო მეტი. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გავაჩნია ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები და ის წითელი ხაზები, რომელსაც ჩვენ ვერ გადავყვეთ იმ კუთხით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში რაღაც პროგრესის გამოკვეთის სანამ არ გამოიკვეთება რაღაც პროგრესი, მანამდე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, თუმცა ჩვენს მაყურებლებს ალბათ მოიხსენებათ, რომ ჩვენთან არიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც უპირობოდ ითხოვენ ამ ურთიერთობების აღდგენას, რასაც მე პირადად არ ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ამ მიმართულებით სწორ პოზიციას იკავებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო მშვიდობა უნდა ვიძახოთ და ქმედითი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ ყველა იმ მიმართულებით, რომელთა შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ. დიდი მადლობა ბატონო ვასილი. ძვირფასოდელი მოყურებლებო, ჩვენ ძალიან საინტერესო ვისაუბრეთ დღეს იმ დიდ პრობლემებზე, რომელიც დგას ჯერ ერთი საქართველოს წინაშე, მერე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე. მე ვფიქრობ, რომ მართლაც არის უკვე ნელ-ნელა მოდის ის დრო და დროიცით, რომ დრო უნდა მოვიდეს, თუ არა ისე არაფერი არ ხდება, აი თუნდაც ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭრა ბატონმა ვასილიმ, იმასთან დაკავშირებით, რომ გალის რაიონში საერთოდ ქართული ენის სწავლება აკრძალულია და იკრძალება. ეს ბუნებრივია, ამას ჩვენ ვერ შევიგუებით და ამას სახელმწიფომ თავისი პოლიტიკა უნდა ამ შემთხვევაში უნდა გაატაროს, ამ შემთხვევაში მან რუსეთთან თუნდაც რუსეთთან კონტაქტებში უნდა შევიდეთ, ეხლა ეს ჩვენ ვართ დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს თუ არა გვაქვს, ამას არ აქვს არც ერთი მნიშვნელობა, მაგრამ თურმე აგერ დუმაში ყოფილა იმის შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი უკვე გაჟღერებულა და ნუ ახლა ეს რასაკვირველია, თუ კი იქნება დაინტერესება და თუ ხალხი და თუ კი იქნება გარკვეული ასე ვთქვათ ზეწოლა, გარკვეული მხარდაჭერა ამ საკითხებზე, იმედია რომ შეიძლება ეს საკითხი გარკვეულწილად დაიძრას. სხვა მხრივ ჩვენ ბუნებრივია აფხაზების და აფხაზეთის დაბრუნება ჩვენი ყველაზე ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია და ჩვენ ისევ და ისევ ერთადერთი რაღაცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრატეგიული მოთმინებით უნდა საქართველოს თავისი წინსვლას და თავისი პროგრესს მიაღწიოს და ეს თავისთავად ცხადია, იმიტომ ჭკვიანური სტრატეგია, ზუსტად სიჭკვიანეზე გათვლილი სტრატეგია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს სახეზე გვაქვს და ამას აუცილებლად თავისი ბოლო კეთილი ექნება. დიდი მადლობა ბატონო ვასილი, ასეთი საინტერესო და ასეთი ღმაშინარციანი საუბრისათვის. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ საქართველოს კიდევ ერთხელ თავის სიტყვის მსოფლიო საზოგადოებრივი და მსოფლიო ქვეყნების ესე იმ არეალში, სადაც ჩვენ ვართ და ჩვენი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და დანიშნულება, რომელზეც სხვადასხვა ახლა მსოფლიო მთავრობის შეხვედრაზე შესანიშნავად ისაუბრა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი გობახიძემ და მინიშნება გააკეთა იმისკენ, რომ მართლაც ყველაფერი
არის შესაძლებელი და საქართველოს უარყოფა და საქართველოს იგნორირება არ შეიძლება და განსაკუთრებით მან ხაზი გაუსვა შუა დერეფნის ამოქმედების საკითხს და ეს შუა დერეფანი ესე იგი ტრამპის გზა თუ შუა დერეფანი ეს ალტერნატივა კი არ იქნება ეს აუცილებლად ორივე აუცილებლად საჭიროა ორივეს თავისი დატვირთვა და თავისი წონა ექნება მომავალი კავკასიის და არა მარტო კავკასიის ცენტრალური აზიისა და კავკასია ევროპის ასე ვთქვათ გზაგასაღარზე. ვეთანხმები სხვათა შორის ბოდნურმან ჩვენს პრემიერს რომ ჩვენ მართლაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ კვლავ გავხადოთ საქართველოს ძლიერი. დიდი მადლობა ბატონო ვასილი, დიდი მადლობა ძვირფასოვანი მაყურებლებო, მომავალ შეხვედრამდე.